მოგესალმებით საყვარელო გამომწერებო და არხის სტუმრებო, ახლა გვექნება გაშლა ვინ ხართ მისთვის ცნობიერში და ვინ ხართ თქვენში მისთვის ქვეცნობიერში. ვარიანტი გვექნება 1, ასე რომ კარგად მოусმინეთ დახასიათებას. ნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენთვის რაღაცა კარმული გადამწყვეტი მომენტია ახლა, სადაც ბრძოლა გიწევთ, რაღაცა კარგი შანსი გაქვთ ძალიან. ეს არის როგორც მატერიალური, ასევე პირადი სფერო, რომელიც ითხოვს ახლა თქვენგან აქტიურობას და ცოტა ეს ყოველი კი არ არის მოხერხებულობა, ანუ ზედმეტი მოხერხებულობა უნდა გამოიჩინოთ, რათა რაღაცა შანსები გაიხსნას, ანუ ახლა რაღაცა ისეთი პერიოდი გაქვთ. უფრო პირადზე კი არა, უფრო რაღაც საქმეებზე უნდა იყოთ გადართული, ან ზოგადად ეხლა არის ის მომენტი, როცა შეგიძლიათ რაღაცა თითქოს გააკეთოთ, ახალი შანსები გეძლებათ, ახალი ძალიან კარგი პერსპექტივები და ვნახოთ რას ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი. ამ ადამიანისთვის რაღაცა ციკლი დაიხურა. აქ მიჩვენებენ მის დასრულებული ურთიერთობა სხვასთან, რომელთანაც ქვეცნობიერში დასრულებული ურთიერთობა არ არის. არსებობს ვიღაც ქალბატონი, შეიძლება იყოს წყლის სტიქია, ან შეიძლება უბრალოდ ქალბატონი, რომელიც მას მართლა უყვარდა, თუ უყვარს არ ვიცი, რომელზეც ახლა ნერვიულობს, ცდილობს გადაიტანოს თავის კონცენტრაცია სამსახურზე. ეს წარსულიდან არის კი ბატონო ეს ადამიანი. თქვენზე რას ფიქრობს? თქვენთან აქვს დიდი სექსუალური ტოლვა. ქმედებებს აკეთებს აქ თქვენს მიმართ, ვერ ხედავ რო აქ თქვენ შორის ახლა კომუნიკაცია არ არის, თუ თქვენ შორის კომუნიკაცია არ არის, ესე იგი ეს არ არის თქვენი გაშლა. აქ ჯერჯერობით სუბუქად არის ყველაფერი, შესაძლოა თქვენს გარდა ვინმე სხვაც იყოს, ამიტომ რომ უფრო ფლირტი ან რაღაც ერთჯერადი შეხვედრები შეიძლება იყოს, თუ ესეთი ჩამოყალიბებული გრძელვადიანი ურთიერთობა გაქვთ, სადაც ყველაფერი დაალაგებულია, ეს გაშლა თქვენი არ არის. გადავიდეთ ახლა ჩვენს კითხვაზე, ვინ ხართ მისთვის ცნობიერში, როგორ აგიქვავთ? თქვენ მისი ცხოვრება შეცვალეთ. თქვენ განკურნეთ მისი გული, თქვენ ისევ მიეცით საშუალება ეგრძნო, რო არის თითქოს ცოცხალი. თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ხართ, შესაძლოა იყოს ცეცხლის სტიქია, ძალიან ახლობელი ხართ მისი, მონათესავი სული ხართ მის აღქმაში. მაგრამ აქ რაღაცის გამო დასაჯეთ. რაღაცა დააპაუზეთ, მაგრამ ეს იყო სამართლიანი. ასე აგიქვავთ. შესაძლოა ეხლა რაღაცა ფორმით ზжидეთ, არ ვიცი, ასე ხედავს. ცნობიერში თქვენ ხართ მისთვის ძალიან კარგი ადამიანი. ნახოთ ქვეცნობიერი, მისი ქვეცნობიერი. ვინ ხართ მისთვის ქვეცნობიერში? ქვეცნობიერში თქვენი ეშინიათ, იმიტომ რომ თქვენ სინამდვილეში მასზე ძალიან დიდი გავლენა გაქვთ და თითქოს როგორც პატარა ბავშვების დროს შეგიძლიათ გატყიპოთ პირდაპირ გაგებით კი არა, ანუ დასაჯოთ, თავისი ადგილი მიუჩინოთ. ქვეცნობიერში ძალიან ბრძენ ადამიანად გხედავთ. მაგრამ ამ სიბრძნეს შეიძლება იუმორით ფუთავდეთ. საინტერესოა. მოდით ვნახოთ, იცით რა, ახლა გოგოებო და ბიჭებო. რა სახის ურთიერთობა უნდა თქვენთან? რა უნდა თქვენგან ბოლო ჯამში? რას აპირებს? აპირებს манипуляციებით, ანუ თქვენ ახლა მასზე ძლიერ პოზიციაში დგეხართ, რაღაცაში ეგრე ხედავს.
შეიძლება თქვენ მიყავთ ეს ურთიერთობა, როგორც თქვენ გინდათ ისეა. უნდა რომ სიტუაცია შეატრიალოს მანიპულაციებით. მანიპულაცია იყოს შეიძლება ბევრნაირი, შეიძლება იმუქრებოდეს ხუმრობით ურთიერთობის დასასრულით, შეიძლება აქ ფინანსური სარგებელი იყოს ვიღაცასთან. გეგმები აქვს თქვენთან, რა გეგმები? გეგმებს ხედავს თქვენთან, ანუ პერსპექტივებს ხედავს, მაგრამ სამომავლოდ შორს, როგორც ვარსკვლავი, აი. სტაბილურად უნდა რომ ის ცხოვრებაში იყოთ. რომანტიულად არის განწყობილი, მაგრამ რაღაცას ვერ ხედავს. ვერ ხედავს რას? ვერ ხედავს, რომ თავისი ზედმეტი მოქმედებებით ეს შეიძლება იყოს წასვლა-მოსვლა, რაც იყოს მანიპულაცია, ან ზოგადად სადღაც, ანუ ძალიან ბევრს მოძრაობს, თითქოს უაზროდ. გულს გიტეხავს ამით. კარგით, ჩვენს კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ და იქნებ გვითხრათ. რა ურთიერთობა უნდა თქვენთან სამომავლო პერსპექტივაში? არ არის ჩამოყალიბებული, არის. ნუ წყვილად გხედავთ, მაგრამ მაინც არჩევან შედა რაღაც თავს იტყუებს. ანუ აქ თითქოს ადამიანი თავის სივრცეში ბოლომდე არ გიშვებთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მოუწევს, თავს იტყუებს, რითი იტყუებს თავს. რომ ჯობია ხა ფერი არ გააკეთოს, მაგრამ ჯობია გააკეთოს, მაგრამ ადრე თუ გვიან გააკეთებს. ანუ თქვენ აქ ძალიან კარგი პერსპექტივები გაქვთ, რთული ურთიერთობა, ჩახლართული. თქვენგან დიდ დაფიქრებულობას მოითხოვს ეს ყველაფერი, მაგრამ პერსპექტივები არის. მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, ვისაც არ აქვთ არხი მოწერილი, გამომიწერეთ, პირად კონსულტაციებზე მომწერეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე.